პირველი სეისმური მოვლენის შემდეგ 2 წუთი და 14 წამი, მეორე მოვლენა, რომლის სიმძლავრე რიხტერის სკალაზე 4.2 იყო, პირველზე 250 ჯერ დიდი, რეგისტრირდება სეისმოგრაფებზე ჩრდილოეთ ევროპაში და ფიქსირდება ისეთ შორეულ ადგილებშიც კი, როგორიცაა ალასკა. ეს მეორე აფეთქება თითქმის 3 ტონად ნტას ეკვივალენტური. პირველი მოვლენა ქიმიური რეაქცია, მაგრამ ეს არ არის ბოლო ქიმიური რეაქცია, რომელმაც კურსკში მეზღვაურების სიცოცხლე შეიწირა. ეს ვიდეოს შემოკლებული ვერსია. თუ გსურთ სრული ვიდეოს ნახვა, მულს აქ დაგიტოვებთ. კურსკი დასრულდა და წალზე გაუშვეს 1994 წელს. ის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ ოფიციალურად მიიღეს სამსახურში 20 დეკემბერს, როგორც რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილი. კურსკი თავის საბაზო პორტად მიენიჭა ვიდიაევო-მურმანსკის ოლქში. კურსკის სიგრძე ცხვირიდან კიჩომდე არის 154 მეტრი, სიგანე 18.2 მეტრი და წყალში ჩაძირვა კორპუსიდან კოშკამდე 9 მეტრია. მისი დაშვებული ჩაძირვის სიღრმე არის 600 მეტრი და წყალქვეშ შეუძლია დარჩეს 120 დღემდე. კოშკის ზედნაშენი გამაგრებულია, რათა მას არქტიკის ყინულის გარღვევა შეეძლოს. კურსკი აღჭურვილია 24 გრანიტის ტიპის ფრთოსანი რაკეტით და 8 ტორპედოს მილისგან შედგება ცხვრის ნაწილში. კურსკი რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილია, რომელმაც ფინანსური შემცირებები განიცადა მთელ 90-იან წლებში. 1998 წელს კურსკი გადაიარაღდა HTP ტიპის ტორპედოების გადასატანად. HTP, ანუ მაღალი სისუფთავის პეროქსიდი, არის კონცენტრირებული წყალბადის პეროქსიდი, რომელიც ნავთთან კომბინაციაში უფრო იაფია წარმოებაში, ვიდრე სხვა ტორპედოს საწვავები. 2000 წლის 11 აგვისტოს რუსეთის საზღვაო ფლოტი ემზადება სასწავლო წვრთნისთვის. ზაფხული X არის პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნა რუსეთის ფლოტში ბოლო 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. წვრთნაში მონაწილეობს 30 გემი და 3 წყალქვეშა ნავი. ვიდიაევოს საზღვაო ბაზაზე კურსკისა და მისი ეკიპაჟისთვის მზადება აჩქარებით მიმდინარეობს. ამ აქტიურობის დროს ერთ-ერთი ტორპედო ვარდება. როგორც ჩანს, ზიანი არ არის მიყენებული, თუმცა სალუქის გარშემო გარკვეული რაოდენობის HTP შეინიშნება. მამაკაცები ინციდენტს და HTP-ს არსებობას აცნობებენ ხელმძღვანელობას, შემდეგ კი აგრძელებენ კურსკის დატვირთვას საწვრთნელი საბრძოლო თავაკებითა და მარაგით. 2000 წლის აგვისტოს 12 დილას კურსკი ბარენცის ზღვაში იმყოფება. 8 საათსა და 51 წუთზე კურსკი ითხოვს ნებართვას ტორპედოს საწვრთნელი გაშვების ჩასატარებლად და იღებს დადასტურებას. კურსკი ჩადის გაშვების სიღრმეზე 20 მეტრზე და პერისკოპით აკვირდება ზედაპირს. გაშვების ეკიპაჟი გადის მართვის ცენტრს მეორე სექციაში და შედის პირველ სექციაში, წყალქვეშა ნავის ცხვირში. პირველ და მეორე სექციებს შორის არის ჰაერის არხი. იგივე ჰაერის არხი გადის წყალქვეშა ნავის ყველა 9 ჰერმეტულ სექციაში. საუკეთესო პრაქტიკაა არხის დალუქვა ისე, როგორც სექციებს შორის კარის, მაგრამ მეზღვაურები კარს ღიას ტოვებენ. თითქმის 3 წელია, რაც ეკიპაჟს ტორპედო არ გაუშვია. მათ არ გაუვლიათ სწავლება HTP ტორპედოს მართვასა და გაშვებაზე. ისინი 5 ტონიან ტორპედოს საწყობიდან იღებენ და გაშვების მილისკენ მიაგორებენ. ისინი ტორპედოს მილის შიგნით აცილებენ და მის უკან გაშვების მილის კარს ხურავენ. ტორპედოს გაშვების მილი ისეა დაპროექტებული, რომ აფეთქების ტალღა გემის შიგნით კი არა, ზღვაში გავიდეს. 11 საათი და 25 წუთია. უკვე 2 საათზე მეტი გავიდა გაშვების მოსამზადებლად, როცა საბოლოოდ იწყებენ გაშვების პროცედურას. ტორპედოს მილის შიდა კარზე არსებული ელექტროკონექტორები უნდა შეეხოს ტორპედოს უკანა მხარეს არსებულ კონტაქტებს. სისტემა დადებით კონტაქტს არ აჩვენებს. ამიტომ ისინი ხელახლა აღებენ კარს, რომ კონტაქტები გაწმინდონ. მიუხედავად იმისა, რომ HTP ჩვეულებრივ სტაბილურია დალუქულ მდგომარეობაში, თუ ის კატალიზატორს შეეხო, მოცულობაში 5000 ჯერ იზრდება და ქიმიური რეაქციის შედეგად ოქსიდატორად მოქმედებს. ეს ქიმიური რეაქცია ეგზოთერმულია, რაც ნიშნავს, რომ ის ენერგიას, ანუ სითბოს გამოყოფს. სინამდვილეში სწორედ ამისთვისაა ის შექმნილი. ტორპედოს წყალქვეშ ჟანგბადზე წვდომა არ აქვს, ამიტომ HTP უზრუნველყოფს როგორც ჟანგბადს, ასევე სითბოს ნავთის საწვავისთვის. როგორც კი ქიმიური რეაქცია იწყება, წვა გრძელდება მანამ სანამ HTP არ ამოიწურება. HTP-ს კატალიზატორია ბრინჯაო და თითბერი, ისეთივე ლითონი, როგორც კურსკის ტორპედოს გამშვებ მილში იყო გამოყენებული. ეხლა HTP-ს მცირე გაჟონვა გაუმართავის შედუღებიდან ან დატვირთვისას დავარდნის შედეგად. იგივე გაჟონვა, რომელიც წინასწარი გაშვების ინსპექციისას ვერ აღმოაჩინეს, კონტაქტში შედის ტორპედოს გამშვებ მილთან. ტორპედოში არსებული 1 ტონა HTP რეაქციაში შედის და ტორპედოს შიგნით მდებარე ნავთის საწვავის ავზის დაზიანებას იწვევს. 9 ტონა ნავთი აალდება HTP-სთან ერთად, რომელიც სწრაფად ფართოვდება აფეთქებაში,
რომელიც თითქმის 5000 ფარენჰაიტის ტემპერატურაზე იწვის. რაკეტის გამშვები მილისკარი ღია. აფეთქება წყალქვეშა ნავში ვრცელდება და არა ზღვაში. ტორპედოს ოთახში მყოფი 7 ეკიპაჟის წევრი გადარჩენის შანსს ვერ პოულობს. უზარმაზარი აფეთქების დალღა, კვამთან და ცეცხლთან ერთად ღია ჰაერის სადინარში გადის და აღწევს მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ჰერმეტულ განყოფილებებში. ნახევრად ღია ტორპედოს კარი ასხლეტილია საკეტებიდან. მეორე განყოფილებაში მდებარე სარდლობის ცენტრი ცეცხლშია გახვეული. მიუხედავად იმისა, რომ პერისკოპის სიღრმეზე იმყოფებიან, არავის აქვს რეაგირების დრო. ღია ჰაერის სადინარის ბულხედი ვერ აჩერებს საწვის აფეთქებას განყოფილებებს შორის. ყველა 36 კურსკის მართვის ეკიპაჟის წევრი და ტორპედოს გაშვების ეკიპაჟიც იღუპება. 11 საათი 29 წუთი და 24 წამი. ნორვეგიული სეისმური დეტექტორები, რომლებიც ნორსტარის სისტემის ნაწილია, პირველები აფიქსირებენ მნიშვნელოვან მოვლენას. ამ მოვლენის მდებარეობა ზუსტად განისაზღვრა შემდეგ კოორდინატებზე. 69 გრადუსი 38 ჩრდილოეთ განედი, 27 გრადუსი 19 აღმოსავლეთ გრძედი, მურმანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 160 მილი ნორვეგიიდან და 50 მილი კოლას ნახევარკუნძულიდან. ეს არის კურსკის ბოლო ცნობილი კოორდინატები. 2 წუთი და 14 წამი პირველი ინციდენტის შემდეგ დაფიქსირდა მეორე, გაცილებით დიდი მოვლენა. ამჯერად ის რიხტერის შკალით 4.2 ბალით აღირიცხა და 250 ჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე პირველი დაფიქსირებული მოვლენა, აფეთქება, რომელიც თითქმის 3 ტონა ტროტილის ტოლფასია. როდესაც კოორდინატები ტრიანგულირდება, მეორე მოვლენის სიღრმე ზღვის ფსკერის ტოლია და დამატებით 108 მეტრით უფრო ღრმაა, ვიდრე პირველი ინციდენტი. ეს სეისმური მოვლენების ზაფხული X-ის დროს სხვა ხომალდებმაც დააფიქსირეს, მაგრამ მათ ეგონათ, რომ ეს წვრთმის ნაწილია. პირველი აფეთქების შედეგად გაჩენილი ცეცხლი ააფეთქებს 7-მდე საბრძოლო თავით აღჭურვილ ტორპედოს, რომელთაგან თითოეულის წონა თითქმის 9 ტონა. მეორე აფეთქება მთლიანად ანგრევს პირველ 3 განყოფილებას და ხვრელს აჩენს წყალქვეშა ნავის კორპუსში, რის შედეგადაც წყალი ჩაედინება მეოთხე განყოფილებაში. მესამე, მეოთხე და მეხუთე განყოფილებებში მყოფი მეზღვაურები აფეთქების შედეგად იღუპებიან. დაღუპულთა რაოდენობა უკვე 95 კაცს აღწევს. ნავის მეხუთე განყოფილებაში, რომელიც ყველაზე ძლიერი ტიხრებით არის დაცული, 2 ბირთვული რეაქტორია განთავსებული. ორივე რეაქტორი აფეთქებებს გადაურჩა და კონტროლირებადად გაითიშა, რითაც ბირთვული კატასტროფა აიცილეს. კურსკის კიჩოსკენ მდებარე განყოფილებებში მყოფი მამაკაცები ჰერმეტულად ხურავენ ჰაერის სადინარის ლუქებს და შემდეგ ნაბიჯს აფასებენ. 33 კაცი ორ აფეთქებას გადაურჩა და პატარა მეცხრე განყოფილებაში შეიკრიბა, რომელსაც გაქცევის ლუქიც აქვს. კაპიტან ლეიტენანტი დმიტრი კალიშნიკოვი, მეშვიდე განყოფილებაში ტურბინის განყოფილების უფროსი, იმავე წოდების 3 გადარჩენილი ოფიცერიდან ერთ-ერთია. კურსკის ზედაპირზე ამოსვლა და კავშირის დამყარება 14:30-ისთვის იყო ნავარაუდევი. ეს დრო გადის და თავდაპირველად არავინ ხელავს. საკომუნიკაციო აპარატურის წყობრიდან გამოსვლა უჩვეულო არ არის. ეს შედარებით ხშირი მოვლენაა. ფლოტის სარდალი ადმირალი პოპოვი ბრძანებს ვერტმფრენის გაგზავნას საბრძოლო ხომალდ პიოტრ ველიკიდან, რათა კურსკი მოსალოდნელ ამოსვლის ადგილზე მოძებნო. ჩრდილოეთის ფლოტის მორიგი ოფიცერი აცნობებს ფლოტის საძიებო სამაშველო ძალების ხელმძღვანელს, კაპიტანი ტისლანკოს, რომ მზად იყოს ბრძანებების მისაღებად. კურსკის მეშვიდე განყოფილების ზედა ნაწილში მდებარეობს საგანგებო სამაშველო ბუი. ბუი შექმნილია ისე, რომ საგანგებო სიტუაციაში, როგორიცაა ხანძარი ან წნევის სწრაფი ცვლილება, ავტომატურად ამოქმედდეს. 1999 წელს, როდესაც ის მოქმედებაში იყო, ბუი გათიშეს, რათა თავიდან აეცილებინათ შესაძლო აღმოჩენა და მას შემდეგ აღარ ჩაურთავთ. მეცხრე განყოფილებაში მამაკაცები ახლა რთული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. იქ არის გაქცევის ლუქი, რომლის გახსნაც შეუძლიათ და ზედაპირზე ამოცურვა. მათ აქვთ სამაშველო კაპიშონები, რომლებიც საკმარის ჰაერს მისცემთ, რომ 100 მეტრი გაცურონ ზედაპირზე. აფეთქებამ გემის კორპუსი დამახინჯა. წყალგაუნტარი ბულკის ლუქიდან წყალი ჟონავს და მეცხრე განყოფილება ნელ-ნელა ივსება წყლით. როდესაც ის ივსება, განყოფილების შიგნით არსებული ჰაერის ბუშტი იკუმშება. ამჟამად ჰაერის წნევა თითქმის იგივეა, რაც ზედაპირზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ისინი ლუქს მაშინვე გახსნიან, დეკომპრესიის დაავადების რისკი დაბალია. რაც უფრო დიდხანს დაელოდებიან, მით უფრო მეტი წყალი შეავსებს განყოფილებას და წნევა გაიზრდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ დროის გასვლასთან ერთად ისინი სუნთქავენ ჰაერს უფრო მაღალი წნევის ქვეშ. ამიტომ მათი სხეული იწყებს აზოტის შეწოვას. თუ ისინი ძალიან დიდხანს დაელოდებიან ლუქის გახსნას და ამოსვლას, ზედაპირზე ასვლისას დეკომპრესიის დაავადება დაემართებათ. ისინი იციან, რომ ამ ტერიტორიაზე სამაშველო გემებია, ამიტომ ალბათ რომელიღაცა მომენტში მათ აიყვანენ, მაგრამ ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის. როგორც კი ლუქს გახსნიან, საკუთარ ბედს განსაზღვრავენ. ჰერმეტული კამერა შეიძლება უკვე დადბორილი იყოს. ამიტომ როცა ლუქს გახსნიან, მეცხრე განყოფილებაც მთლიანად დაიტბორება. თუ დაჭრილი მეზღვაურები ლუქიდან გამოსვლას და ზედაპირზე ამოსვლას შეძლებენ,
ბარენცის ზღვის წყალი ყინულივით ცივია. მათ შეიძლება მაქსიმუმ 1 საათი გადასხდნენ. ადამიანების პოვნა ოკეანეში ისეთივეა, როგორც ნემსის პოვნა თივის ზღვინში. მეორე მხრივ, ბირთვული რეაქტორები ამუშავებენ ჰაერის გაწმენდისა და გათბობის სისტემას, რომელიც ახლა გამორთულია. მეცხრე განყოფილებაში ჰაერი ნელ-ნელა ივსება ნახშირორ ჟანგით და ტემპერატურა ეცემა. ეს თითქმის შეუძლებელი გადაწყვეტილებაა. იცურო ზედაპირზე. აიძულო შენი დაჭრილი კოლეგები სიცოცხლის ბოლო საათში იბრძოლონ, თუ დარჩე ადგილზე და იმედი გქონდეს, რომ მაშველები მოგწდებიან მანამდე, სანამ განყოფილებას წყალი ან ნახშირორ ჟანგი არ აავსებს. ამ ეტაპზე მეზღვაურებს აქვთ საგანგებო სასუნთქი აპარატები. როცა მამაკაცები ამოისუნთქავენ, მათი სუნთქვის ნახშირორ ჟანგი და წყლის ორთქლი ქიმიურ რეაქციას იწვევს. კალიუმის სუპეროქსიდი შთანთქავს ნახშირორ ჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს. ქიმიური რეაქციის შემდეგ კალიუმის სუპეროქსიდი იხარჯება და კარტრიჯების შეცვლა ხდება საჭირო. მამაკაცებს კარტრიჯები შეზღუდული მარაგი, თუმცა ისინი გადაწყვეტენ, რომ გადარჩკეტენ რჩენას დაელოდონ. 22 საათი 30 წუთზე ჩრდილოეთის ფლოტი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და წურთნები წყდება. წყალქვეშა ნავში მამაკაცების სასუნთქი აპარატების კარტრიჯები იწურება. კაპიტან ლეიტენანტი კალიშნიკოვი და კიდევ 2 ადამიანი სასუნთქი აპარატების სისტემაში კარტრიჯების გამოწვლას იწყებენ. სექცია კვლავ ნელა ივსება წყლით და სრული სიბნელია. ერთ-ერთი მამაკაცი ბალანსს კარგავს და ყიგავს და ყინულივით ცივ წყალში ვარდება კალიუმის სუპეროქსიდის კარტრიჯი. კალიუმის სუპეროქსიდი ისეთივე რეაქტიულია, როგორც წყალბადის ზეჟანგი, რომელმაც პირველი აფეთქება გამოიწვია. როდესაც კარტრიჯი ზეთიან წყალში ჩაეშვა, ქიმიური აფეთქება და მყისიერი ცეცხლი მოხდა, რამაც წყლის ზედაპირის ზემოთ სექციების კედლებზე დამტრობის კვალი დატოვა. კალიშნიკოვის მუცელი მჟავით დაიწვა, რის შედეგადაც მისი შიდა ორგანოები გამოჩნდა. აფეთქებამ თავი და კისერი კანისა და ხორცის გარეშე დატოვა. დანარჩენი მამაკაცები ცეცხლისა და ქიმიკატებისგან თავის დასაღწევად წყალში ჩაყვინავენ, რომლებიც მათ კანს წვავს. ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებელია, რომ ისუნთქონ მინიმუმ 19.5% ჟანგბად. ცეცხლი წამებში ქრება, მაგრამ როცა მამაკაცები სუნთქვას ცდილობენ, ჰაერში ჟანგბადი უკვე ცეცხლმა შთანთქა. ქიმიური რეაქცია, რომელიც მათ სიცოცხლეს უნდა აძლევდეს, ახლა მათ სიცოცხლეს ართმევს. 11:30-ზე მიხაილ რუდნიცკი იწყებს AS-33-4-ის წყალქვეშა აპარატის ჩაშვების მომზადებას. 6 საათის შემდეგ 18:30-ზე ის უკვე წყალშია. 18:30-ზე AS-33-4 ობიექტს ეჯახება წყლის ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმეზე, როცა მოძრაობს 2 კვანძის სიჩქარით. ილუმინატორიდან ეკიპაჟი ხედავს, რომ მათ კურსკის პროპელერსა და კიჩოს სტაბილიზატორს შეეჯახნენ. AS-33-4 ზიანს იღებს და იძულებულია ზედაპირზე ამოვიდეს. მისი და აპარატი AS-33-2 მზადდება გაშვებისთვის მიხაილ რუდნიცკიზე და წყალში ჩადის 22:40-ზე. პიოტრ ვალიკისგან არასწორ კურსებს იღებენ, ამიტომ წყალქვეშა ნავს ვერ პოულობენ. ორშაბათს 14 აგვისტოს 0 საათზე AS-33-2 კვლავ ზედაპირზე. დილით, სამაშველო ბუქსირი ნიკოლაი შიკა, SP 131 ახერხებს დაზიანებული წყალქვეშა ნავის პირველი სურათების მიღებას. ღრმა წყლის კამერის აპარატურის გამოყენებით ჩანს სერიოზული დაზიანება წყალქვეშა ნავის ცხვირიდან კიჩომდე. კურსკი გადახრილია 25 გრადუსით და ცხვირის ნაწილში 5-დან 7 გრადუსამდე ჩაძირული. ცხვირის ნაწილი თიხის ზღვის ფსკერზე დაახლოებით 22 მეტრითაა შეჭრილი, სიღრმეზე 108 მეტრი. ასევე იუწყებიან, რომ პერისკოპი აწეულია. 19 აგვისტოს ჩაძირვიდან ზუსტად 1 კვირის შემდეგ ნორვეგიული ხომალდი ჩამოდის, რომელსაც ბრიტანული LR5 სამაშველო წყალქვეშა ნავი გადაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უცხოური დახმარება მიიღო, ნორვეგიელ მკვინთავებს მაინც გარკვეული შეზღუდვები აქვთ. მათ მხოლოდ იმავე გადარჩენის ლუქსზე მუშაობის უფლება აქვთ, რომელზეც წყალქვეშა აპარატები ცდილობენ მიერთებას. მეცხრე სექციაში, გემის კიჩოსკენ. ასევე ნებადართული აქვთ სამაშველო კამერაზე ჰაერის საკონტროლო სარქველის მართვა. როდესაც ისინი აგვისტოს 21 რიცხვში, ინციდენტიდან 10 დღის შემდეგ სამაშველო ლუქში შედიან, ის სავსეა წყლით. როგორც კი შიდა ლუქს გახსნიან, მეცხრე განყოფილები და მცირე ჰაერის ჯიბე გამოდის. ისინი კამერას ჩაუშვებენ და 23 მეზღვაურის ცხედრებს ხედავენ. 2 ჰოლანდიური სამაშველო კომპანია, Smiths International და Mammoth, კურსკის ამოღებაზე კონტრაქტს აფორმებენ. ეს არის ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 65 მილიონი დოლარია. ტორპედოების საფრთხის გაცნობიერების შემდეგ რუსეთის საზღვაო ფლოტი ყველა მათგანის ექსპლუატაციიდან ამოღებას ბრძანებს.
რუსეთი იწყებს მონაწილეობას ნატოს საძიებო სამაშველო წვრთნებში 2011 წელს. რუსეთის საზღვაო ფლოტი ასევე ორჯერ ზრდის ყოველწლიურად მომზადებული ღრმა წყლის მკვინთავების რაოდენობას 20-დან 40-მდე.